ტექნოლოგიურ აპარატურებს სულ უფრო აუმჯობესებენ და რა თქმა უნდა მათი ფასიც იზრდება. პირველ რიგში სმარტფონები ძვირდება. ევროპაში ყოველდღე ასობით 1000 სმარტფონი იყიდება. ყველაზე დახვეწილი მოდელების ფასი 1000 ევროსაც აღემატება. არადა ალბათ 2 წლის შემდეგ ვეღარც გამოიყენებ. თუმცა ჰორიზონტზე სიახლე გამოჩნდა შეკეთებული ნივთების მეორეული ბაზარი. დღეს გაგაცნობთ კომპანიას, რომელიც ბიზნეს, სოციალურ მისიასა და გარემოზე ზრუნვას ერთმანეთს მოხერხებულად უთავსებს. ამის შესახებ ვისაუბრებთ გადაცემის დამზადებული ევროპაში კიდევ ერთ გამოშვებაში. ევრონიუსის გადაცემათა ეს ახალი ციკლი ევროპის განსაკუთრებულად წარმატებულ მიღწევებს აშუქებს. ყოველ წელს ევროპაში 130 მილიონზე მეტი სმარტფონი იყიდება, რომელთა 7-10%-ით შეკეთებულ ტელეფონებზე მოდის. ამ მხრივ საფრანგეთი ლიდერობს 20%-იანი წილით. სმარტფონები ისევ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია შეკეთებული ტექნოლოგიების ბაზარზე. მეწარმეობის ხედვის, მომხმარებლის მხრიდან გარემოს დაცვაზე გაზრდილი მოთხოვნისა და ცირკულარული ეკონომიკის მარეგულირებელი ევროპული კანონმდებლობის დამსახურებით შეკეთებული ტექნოლოგიის შეძენა მოდაში შემოვიდა. როცა ეს საქმე დავიწყეთ, სულ 2 კაცი ვიყავით და ყველა საქმეს ჩვენ ვაკეთებდით. მერე თანდათან გავფართოვდით. საერთო ჯამში, სერტიდილში და ახლოებით 120 თანამშრომელი ვართ. სერტიტილი შეკეთებული ელექტროსაქონლის სექტორში წამყვანი ფრანგული კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება. კომპანია, რომელიც 2016 წელს იმიზნით დააფუძნეს, რომ ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ახლა ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სანდო მოთამაშედ ითვლება. იგი იმ ფრანგული ტექნოლოგიური პროგრამის 120 მონაწილეს შორის არის, რომელიც სწრაფად მზარდ ფრანგულ სტარტაპებს აღრიცხავს. რამდენიმე წლის წინ იაფფასიანი პროდუქტის ყიდვას ხალხი ერიდებოდა. ახლა კი ვხედავთ, რომ ეს მიდგომა შეიცვალა, რადგან ხალხმა უფრო მეტი იცის ეკოლოგიური, გარემოს დაცვის, სოციალური და ეკონომიკური საკითხების შესახებ. ამ ბაზარზე ნამდვილად შესაძლებელია, რომ ეკონომიკური ღირებულება და გარემოზე ზრუნვა გაერთიანდეს. ასეთი ბაზრები კი იშვიათია. ეს მისაღები სივრცეა. ჩვენთან შემოსული აპარატურის უმეტესობას იმ ოპერატორებისგან ვიღებთ, რომლებიც ან აუქციონზე გამოტანილ კოლექციას იძენენ, ან მომხმარებელთათვის განკუთვნილი აპარატურის გადაცვლის პროგრამებში მონაწილეობენ. თითოეული ელექტრონული აპარატი გარკვეულ გზას გადის კომპანიაში მიღებიდან ყიდველთან გაგზავნამდე. ტელეფონს ჯერ გამოცდიან, შემდეგ შეაკეთებენ და ბოლოს ხარისხს შეუმოწმებენ. დღეს უკვე აშკარაა, რომ პრინციპში ნებისმიერი ტელეფონის შეკეთება შეიძლება. ჩვენი პრიორიტეტია ტექნიკური შემოწმებისა და შეკეთების პროცესის ხარისხი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სრულად გავაკონტროლოთ თუ საიდან მოდის ჩვენი პროდუქტი და მისი შეკეთების პროცესი თავიდან ბოლომდე საფრანგეთში განხორციელდეს. ჩვენ თვალწინ, ჩვენ საკუთარ საამქროში, ჩვენი ოსტატების გუნდის მიერ. ახლა ხმას ვუმოწმებ, ხმამაღალი საუბრის რეჟიმს ვამოწმებ, შემდეგ მიკროფონებს გავსინჯავ. ტესტი. მხოლოდ იმ პროდუქტს ვიწონებთ, რომელიც 100%-ით გამართულად მუშაობს. დანარჩენს უკან ვაგზავნით შესაკეთებელ საამქროში. ამ კომპანიის წარმომადგენლებისთვის შეკეთება გადასაგდებად გამზადებული აპარატის განახლებასა და მისი ექსპლუატაციის ვადის რამდენიმე წლით განხორციელებას ნიშნავს. ასეთი პასუხისმგებლობის აღება გარემოს დაცვის გარდა სოციალურ საკითხებზე ზრუნვასაც ითვალისწინებს. ეს კომპანია ინვესტიციას თავისი თანამშრომლების განვითარებაში ცდებს. ამის მაგალითია დორიანის კარიერული გზა. იგი კომპანიაში 8 წლის წინ მივიდა როგორც აპარატის გამომცდელი ტექნიკოსი და ახლა უკვე შეკეთებაზეც მუშაობს. თან საკუთარ ცოდნას კომპანიის სასწავლო პროგრამის სერტი აკადემიის ფარგლებში სხვებსაც უზიარებს. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. სწავლობ თუ როგორ შეცვალო ეკრანი, ელემენტი და დამტენი. ჩემი აზრით, თუ იცი როგორ შეცვალო დამტენი, ისიც იცი თუ როგორ შეცვალო ტელეფონის დანარჩენი ნაწილი. სერტი აკადემიაში ისეთ ხალხსაც ასწავლიან, რომელიც ხშირად ვერ ხვდება დასაქმების ბაზარზე, იცვლის პროფესიას ან დიდი ინტერვალის შემდეგ ბრუნდება სამსახურში. ჩვენი მიზანია, რომ სტუდენტებს ისეთი ხელობა ვასწავლოთ, რომ მათ ან სხვაგანი შეუონ სამუშაო, ან ჩვენთან დასაქმება.
სერტიდილი სოციალური და სოლიდარული ეკონომიკის მქონე საწარმოდ ითვლება, რომელიც ცდილობს დადებითი გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე, საკუთარ თანამშრომლებსა და გარემოზე. სერტი აკადემიას მთლიანად კომპანია აფინანსებს. ამ პროგრამამ 5 წელზე მეტი ასობით ტექნიკური მუშაკი გადაამზადა, რომლის დაახლოებით 12%-იც დასაქმდა. როდესაც მითხრეს, რომ iPhone-ი უნდა შეაკეთო, ჩემთვის წარმოუდგენელი რამ იყო, მაგრამ როდესაც აგვიხსნეს ყველაფერი ვისწავლეთ, და ვისწავლეთ ტექნიკა, ეს ძალიან ადვილი გამოდგა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტელეფონს ახალ სიცოცხლეს ვანიჭებთ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას შევძლებდი. მე ავღანეთიდან ვარ და უკვე 2 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ. ბოლო 4 კვირის განმავლობაში სერტიდილის სტუდენტი ვარ. მანამდე არასდროს მქონია საქმე მობილურ ტელეფონებთან, მაგრამ ახლა ყველაფერი ვიცი iPhone-ზე. სერტი აკადემიაში გადამზადებული ზოგიერთი ტექნიკოსი ახლა კომპანია სერტიდილში მუშაობს. გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად სწორედ მათი დამსახურებაცაა, რომ კომპანია წელიწადში 300,000 პროდუქტს აახლებს. სამხრო სამ ნაწილში გასაგზავნად გამზადებული ტელეფონები აწყვია. კომპანიაში გასავლელ მთელ პროცესს აპარატის მიღებიდან მის გაგზავნამდე დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. ყოველდღე დაახლოებით 1500 აპარატი გადის ამ საწარმოდან. შეკეთების ბაზრის ზრდაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროპულმა პოლიტიკამ თავისი დირექტივებით ელექტრონული ნარჩენების შემცირების, შეკეთების უფლებისა და სათადარიგო ნაწილებზე წვდომის შესახებ. არსებული პროგნოზით ეს ბაზარი 2033 წლისთვის 30 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. შეკეთებული ნივთების ბაზარი იმდენად გაფართოვდა, რომ ის დიდი ხანი აღარ მუშაობს მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში. სულ უფრო მეტი მაღაზიადებს ვიტრინაში შეკეთებულ პროდუქციასაც. მოდი გავიგოთ რატომ. ჩვენ ფრის სივრცეში 7 წელია ვთავაზობთ შეკეთებულ სმარტფონებს, მაღაზიებში კი 4 წელია. მოთხოვნა ბოლო 7 წელიწადში გასამაგდა და დღეს უკვე ნამდვილად დროა შევთავაზოთ ეს პროდუქტი ჩვენს გამომწერებს. ეს უკვე მოდური ტრენდია. ფრანგების 20% მეორეულ ტელეფონს იყენებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათ 2/3 აქვს მეორეული სმარტფონის შეძენის სურვილი. შეკეთებული ნივთების ბაზრის დამსახურებით ელექტრონულ აპარატურაზე წვდომა უფრო დემოკრატიული გახდა. გახანგრძლივდა ამ პროდუქტების ექსპლუატაციის ვადა, ხოლო ტექნოლოგიური გიგანტების მიერ დამკვიდრებული პროდუქტის სწრაფად ჩანაცვლების მოდელი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სამყაროში, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ტექნოლოგიაზე, ჩვენი გადასაწყვეტია რამდენად ჭკვიანურად მოვიხმართ აპარატურას. მაგრამ ეს უკვე სხვა რეპორტაჟის თემაა.